ეს ერთი, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთი შეტევებს დრონებისა და სხვა საშუალებებით, ასევე surveillance-ის მეთვალყურეობის მეშვეობით დასავლეთ ევროპაში, ხო, ვხედავთ. როდესაც დასავლეთის ფრონტზე რუსეთი გაძლიერებული. ახლა თქვენ მეუბნებით, რომ სამხრეთის ფრონტზე რუსეთი არაფერს არ გააკეთებს და ასე ზიან და სხედან და იმას ეწევიან, რა ქვია, სიგარეტს ეწევიან და უყურებენ მოვლენებს. არა. ჩვენ უნდა ვიყოთ ხიზლად, იმიტომ რომ დასავლეთის ფრონტზე გაძლიერებული რუსეთის ანუ გადიდებული მადა, რა თქმა უნდა, ამავე დროს გულისხმობ, რომ სამხრეთშიც ეს შეიძლება იყოს. აი, რა თვალსაზრისით გამოვიჩინოთ სიფრთხილე? ანუ ჩვენ აქციაზე ვსაუბრობდით და თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთმა შესაძლებელია, მე ასე გავიგე, რომ გარკვეული პროვოკაციები მისთვის იყოს ასე ვთქვათ, სასიკეთო, შეიძლება ასე ითქვას? ეხლა მოგახსენებთ, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი ეს არის, რაც მოხდა აეხლა მოლდოვაში, როდესაც მოლდოვამ აღმოაჩინა 400 რუსეთის მოქალაქე გაწვრთნილი სერბეთში იმისთვის, რომ არეულობა და სამოქალაქო დაძაბულობა მოეწყო მოლდოვაში. ეს არის ფაქტი. ეს არის აი ამ ჰიბრიდული გააქტიურების ნაწილი, რასაც რუსეთი აკეთებს. ახლა ჩვენ ეს რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველანაირი სამოქალაქო დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ყოველთვის ინსპირირებული არის ქვეყანაში რუსეთის მიერ ბოლო 30 წელია და ემსახურება რუსეთის ინტერესების გაძლიერებას. ყველანაირი სამოქალაქო დაპირისპირება ხედავთ ამისა, ანა? არა, მე გეუბნებით, რომ როდესაც ვსვავთ კითხვას, რა მოხდება და რაკედან რას გაიგებს ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ არა მარტო შიდა ფაქტორები, არამედ გეოპოლიტიკური ფაქტორები, რომლის შესახებაც ჩვენ შეიძლება უბრალოდ ვიმსჯელოთ აი ესე. აი რა ხდება მოლდოვაში, ხო? ეხლა რა მოხდა, ხო? და რა ხდება თქვა დანიაში, რუსეთის მხრიდან. ამიტომ ამის გათვალისწინებით მე ვერ ვიტყოდი, რომ მიზეზობრივი კავშირი არსებობს, რაღაცა რამდენი ხალხი გავათ რუსთაველზე და ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაში, რომ დაქოქოს ვერტმფრენი თავისი. ბევრად მეტი ფაქტორი არის ხოლმე ესეთ გადაწყვეტილებებში.